დილამშვიდობის ეთერშია დღის ნიუსრუმი, მე ვარ ლელა ბაღდაძე. 2024 ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს, თუმცა ოფიციალური თბილისი კრიტიკულ დასკვნებს არ იზიარებს და EUTOS ექსპერტების მიერ მომზადებულ ანგარიშს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. რა მოხდება თუ კი ეს რიტორიკა გაგრძელდება და ქართული ოცნება კონკრეტული მოწოდებების შესრულებაზე ვარ სიტყვის. დღეს ძირითადად სწორედ EUTOS ექსპერტების მიერ დაწერილ ანგარიშზე ვისაუბრებთ, მით უფრო რომ პოლიტიკოსების თუ ანალიტიკოსების ყოველ შემთხვევაში ნაწილის შეფასებით ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქართული ოცნებისთვის წითელი ბარათის ჩვენება. მაშასე ნინო კალანდაძე იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერთება, გადავხედოთ ბოლოს სიახლეებს. EUTOS 24 წევრი ქვეყანა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დასკვნა ერთმნიშვნელოვანია და მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსლა დაფიქსირდა. 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სრულად შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. ასევე ქვეყნები მოუწოდებენ მთავრობას გააგრძელონ ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები განიხილონ ბაზისად კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმისთვის. ოპოზიციურმა ალიანსმა და მასში შემავალმა პარტიებმა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, EUTOS კრიტიკული დასკვნა ქართული ოცნებისთვის უმძიმესი განაჩენია. როგორც ოპოზიციური ალიანსის განცხადებაში აღნიშნული, ახლა საჭიროა ქვეყნის მშვიდობიანი გადაბარება. ლაგოდეხში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების, საიდუმლოს ხელყოფისა და თვითმკვლელობამდე მიყვანეს ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძები დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი ნინო კალანდაძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა, კაპიტან ნინო და მადლობა რომ გესწრებით. კაპიტან ნინო, აი დღეისთვის ნომერ პირველი საკითხი EUTOS მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიშია, ამიტომ პირველ რიგში სწორედ ამაზე ვისაუბროთ. დოკუმენტი მძიმე ჩანაწერებითაა სავსე ქართული ოცნების ხელისუფლებას EUTO განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, რიგ შემთხვევაში წამებაში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, არჩევნების მიტაცებაში, პოლიტიკური მოტივებით ადამიანის უკანონო დაპატიმრებაში, რეპრესიული კანონების მიღებაში, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშის სწორებაში ადანაშაულებს. ამ ფონზე კი ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები საქართველოს, EUTOS წევრი ქვეყნების და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის დასკვნა მოუწოდებს რომის სტატუსის წევრ სახელმწიფოებს მიმართონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ანუ ჰააგის ტრიბუნალს საქართველოში ადამიანის სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. ხა გუშინ საღამოდან მოყოლებული პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების არაერთი შეფასება მოვისმინეთ და ფაქტობრივად ყველა მათგანის აზრია, რომ ეს არის ქართული ოცნების მიმართ ძალიან მძიმე განაჩენი და რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთდროულად რამდენიმე წითელი ბარათი აჩვენა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა ეს სხვების შეფასება, ამიტომ გითხარით თქვენი სათქმელი, რა წონა და ძალა აქვს აი ამ ახალ დოკუმენტს და რითი განსხვავდება თქვათ იმ საერთაშორისო ანგარიშებისგან, რომელიც რა ვიცი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აქამდეც არაერთხელ დაწერილა და მომზადებულა. დილამშვიდობის მოგესალმებით. EUTOS მოსკოვის მექანიზმი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მექანიზმი, რომელიც შეიძლება წევრმა სახელმწიფოებმა სხვა წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მასთან მიმართებით აამუშავონ. იმდენად რამდენადაც ეს არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის, როგორც ეს არის თქვათ პოლიტიკური რეზოლუციები, თქვენ თქვით რით განსხვავდება სხვა ზოგადი განაცხადებისგან, ან კრიტიკული შეფასებებისგან, სწორედ იმით, რომ მას შეუძლია ძალიან კონკრეტული შედეგები დააყენოს და ობიექტურად სწორედ ამ მიზნით იქმნება ხოლმე ის საგამოძიებო თუ ფაქტების დამდგენი კომისია, რომელიც ამ ტიპის რეკომენდაციებს ამზადებს. აი ეს შედეგები სხვა ქვეყნების მაგალითებზე დამდგარა, ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ძალიან მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ფაქტების დამდგენი კომისია როგორც წესი იქმნება მაშინ, როდესაც პრაქტიკულად უკვე არსებობს ძალიან მყარი საფუძველი ვარაუდისა, რომ ეს ფაქტები გამოძიების შედეგადაც დადასტურდება.
ამ დოკუმენტის სერიოზულობას მიანიშნებს ისიც, რომ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების დამდგენი კომისია შეიქმნა საერთოდ და სახელმწიფოში ჩავიდეს და ამ ტიპის გამოძიება ჩაატაროს, ამისთვის მინიმუმ 10 წევრი სახელმწიფოს ხელმოწერა ჭირდება და საქართველოს შემთხვევაში 16-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ანუ ძალიან უნივერსალური, როგორ თქვა, მაღალი ხარისხის კონსენსუსია და მაღალი დონის მანდატი აქვს ამ კომისიას იმისთვის, რომ წევრი სახელმწიფოს ქმედებები ისე შეაფასოს, რომ შემდგომ სხვა წევრმა სახელმწიფოებმა მათთან მიმართებით გადაწყვეტილებები მიიღოს და მექანიზმები აამოქმედოს. ასევე რითგან სხვავდება სხვა რეზოლუციებისგან თუ პოლიტიკური ტიპის დოკუმენტებისგან, იმით, რომ როგორც წესი მოსკოვის მექანიზმი მიიღება ისეთი სახელმწიფოების მიმართ და წინააღმდეგ, სადაც იმთავითვე ივარაუდება, რომ ისინი ამ რეკომენდაციებს ნებაყოფლობით არ შეასრულებენ. ამიტომ მოსკოვის მექანიზმი ითვალისწინებს უნივერსალური აღსრულების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს იმას, რომ წევრი სახელმწიფოების ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს შეუძლია დამოუკიდებლად დაიწყოს მოკვლევა, დამოუკიდებლად ჩაატაროს გამოძიება და დამოუკიდებლად აღასრულოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პირობითად შეუძლია ერთ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რომ ახლა საქართველოში ისეთი მაღალი ხარისხის ადამიანის უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ან უხეშ საერთაშორისო ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ მან ჩაატაროს გამოძიება, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული პირების დაპატიმრების თაობაზე და ის პირები დააპატიმროს სხვა წევრმა სახელმწიფომ. აი ამ დონის მექანიზმია, ასევე უბრალოდ სიმძიმესაც ხაზი რო გავუსვათ, უახლეს ისტორიაში ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გვახსოვს მოსკოვის მექანიზმის სამუშაოების, პრაქტიკულად მხოლოდ ორი. ეს იყო ბელორუსში, როდესაც 2020 წელს მასიური დარბევა მოხდა დემონსტრანტების და ძალიან უხეში ადამიანის უფლებების დარღვევები დაფიქსირდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, როდესაც ეუთომ გადაწყვიტა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შეისწავლოს სამხედრო დანაშაულებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანუ ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, სადაც თუ შეძელით თქვენ და გაეცანით ამ დოკუმენტს, არის ძალიან სქელყანიანი დოკუმენტი და ძალიან დეტალურად აღწერილი როგორ თქვა, ყველა სფერო, რომელსაც კი შეიძლება მოსკოვის მექანიზმი ეხლის. ეს არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბარი, აქ არის საუბარი, იქ ტერმინებია გამოყენებული, როგორიც არის პატერნი, მაგალითად, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალადობას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ანუ ძალადობა იყო სისტემის პოლიტიკის მექანიზმი. ისევე როგორც გამოყენებულია წამების ზღვარზე. ანუ ტერმინები, რომლითაც დატვირთულია აღწერილობითი ნაწილი, რომლის შედეგადაც ძალიან მძიმეა რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების შესრულება არ არის ოცნების ხელში და სწორედ ამიტომ არის ის, რომ საკმაოდ მწვავე რეაქციებს იწვევს ეს ოცნების მხრიდანაც. მთავარი ყურადღება სწორედ ოცნებისკენაა, იმიტომ რომ აი სწორედ ის არის მთავარი ადრესატი ამ მოწოდებების და იმოდით შევხედოთ და ვნახეთ კიდეც უკვე პირველი რეაქცია ქართული ოცნების ხელისუფლების, ისე როგორც პირველი მოხმაურება საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ანგარიში მოცემულ დასკვნებს და რეკომენდაციებს და თხოვნით მიმართავს ეუთოს და მის მონაწილე სახელმწიფოებს სათანადოდ გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის ვრცელ პასუხში გაჟღერებული სამართლებრივი არგუმენტები, მიღწევები და დეტალური განმარტებები. ჩვენ სრულად ვასრულებთ ეუთოს წინაშე ნაკის ვალდებულებებსო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ამის შესახებ ნათქვა. ანუ უკვე ჩანს და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი ნებით ქართული ოცნება არც ერთი რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. ახლა თქვენ უკვე ისაუბრეთ იმაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ქართული ოცნება შესაბამის მოწოდებებს ყურად არ იღებს. ამიტომ ახლა მინდა გკითხოთ, რას საჩვენებს ის ფაქტი, რომ აი საქართველოს მთავრობას ოფიციალურ თბილისს იქით აქვს პრეტენზიები ეუთოს მიმართ, აი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ, იქით გამოხატავს ღრმა შეშფოთებას და ხო, აი იქით აფიქსირებს პრეტენზიებს აი ამ ინსტრუმენტის მუშაობასთან მიმართებაში.
ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, შეიძლება ითქვას, როდესაც მათი პრეტენზიები საბედნიეროდ არავის აინტერესებს. მათ თუ აქამდე ქონდათ იმის ფუფუნება, რომ ესაუბრათ ყველა ტიპის პოლიტიკურ რეზოლუციაზე, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ევროპა რა სიტყვის და ჩვენ ჩალის ფასი აქვს მათ დეკლარაციებს თუ რეზოლუციებს, ეუთოს მოსკოვის მექანიზმი არის ის დოკუმენტი, რომელსაც როგორც არ უნდა დააკნინოს ქართულმა ოცნებამ საკუთარი შიდა აუდიტორიის ყურში, სიმძიმე ამით არკლებულობს და მათ მიმართ, როგორ თქვა, ზეწოლა ნიშნავს, ანუ მათ მიმართ საერთაშორისო ზეწოლა არის ბევრად უფრო გაძლიერებული, ვიდრე ამას როგორც ჩანს თავად წარმოიდგნენ. ხა საუბარი რო არის ქართული მხარის არგუმენტებზე, ესეც არის მხოლოდ ქართული აუდიტორიისკენ მიმართული განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ოცნების საგარეო უწყება აქვეყნებს, იმიტომ რომ მათი არგუმენტები უკვე მოსმენილ იქნა, შეფასებულ იქნა და არ იქნა ყურად მიღებული, იმიტომ რომ ის არ შეესაბამება სიმართლეს. ფაქტების დამდგენმა კომისიამ დაადგინა, რომ ოცნების პასუხები არ არის ადეკვატური იმის საპირწონედ, რომ ეს რეკომენდაციები არ შეიმუშავებოდა. ჩემი ერთ-ერთი სტუმარი გაცემაში, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული დასკვნა აქამდე გაკრიტიკებული აქვს, ანუ ამ დასკვნას აქამდე არ დაეთანხმა მხოლოდ თურქმენეთი, რუსეთი, ბელარუსი და უკვე ჩვენ ვართ მეოთხე ქვეყანა, რომელიც ვამბობთ, რომ მას არ ვენდობით. აი თავის მხრივ ეს ფაქტიც რა შეფასების საფუძველს იძლევა, რა წრეში და რა კატეგორიის ქვეყნებში გადაინაცვლა საქართველოს ალბათ. საქართველოს უკვე დიდი ხანია ამ კატეგორიის ქვეყნებშია, მაგრამ ეს აქამდე როგორც ვთქვი, ოცნებას არ ადარდებდა, იმიტომ რომ ოცნების პოლიტიკაა, რომ საქართველოს ამ ქვეყნების კატეგორიაში გადაენაცვლა. ოცნების მიზანმიმართული პოლიტიკაა, როგორც საშინაო, ისე საგარეო. მათ ის ქმედებები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც განახორციელეს და რამაც განაპირობა მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, მიიღეს ძალიან მიზანმიმართულად, სისტემურად, მეთოდურად და ეს იყო მათი შეგნებული პოლიტიკის ნაწილი. ეს არ არის შემთხვევითობა, ეს იყო მათი სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილი და ეს განახორციელეს სწორედ იმ მიზნით, რომ დასავლეთს ჩვენს ხელი აეღო, რომ კანდიდატის სტატუსი ან არ მიგვეღუან შემდეგ შეეჩერებინათ, რომ ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა გაჩერებულიყო. კონტექსტი შეცვალა ფუნდამენტურად გარდა იმისა, რომ გეოპოლიტიკური სურათი არის შეცვლილი რუსეთში უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის შედეგად, კონტექსტი შეცვალა პრინციპულად იმ ეჭვებმა, რომ საქართველოს იმის მიღმა, რომ ადამიანის უფლებებს არ ღვევს და საკუთარ მოსახლეობას არ ექცევა სამართლის ფარგლებში, შესაძლოა მონაწილეობდეს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებში. ეს არის ძალიან მძიმე და წითელი ხაზი დასავლური სახელმწიფოებისთვის, ეუთოს წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ. აქ არის საუბარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომელიც არის საერთაშორისო დაკრძალული, აქ არის საუბარი დერეფნის უკანონო გამოყენებაზე, ნარკოტრაფიკინგზე, აქ არის საუბარი კოლ-ცენტრებზე, რომელიც ასევე ტრანსნაციონალური დანაშაულის კატეგორიაში განიხილება დღეს. აქ არის კომპლექსურ სისტემურ ჩართულობაზე ოცნების მიმართ ტრანსნაციონალურ დანაშაულებებში, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ევროპა, იმიტომ რომ ეს არის ევროპული უსაფრთხოების საკითხი. ამიტომ არის რომ ეს საკითხი გაცდა მხოლოდ ჩვენ რა თქმა უნდა გვადარდებს ჩვენი ადამიანის უფლებები, ის თუ როგორ მოექცნენ დემონსტრაციებს, ის თუ როგორ იქცევიან ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაცილებით უფრო მძიმედ იწონის ის დანაშაულები, რომლებშიც ახლა აცნება არის ეჭვმიტანილი და რომელშიც მათ ამხელენ, რომ ის ამას სისტემურად და მიზანმიმართულად იყენებდა. ამიტომ არის, რომ მათი შესაძლებლობების თუ რეაგირების მასშტაბს გაცდა მოსკოვის მექანიზმი. ყველა იმ მექანიზმის, ესე ვთქვათ, გააქტიურებას ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ რისი გააქტიურების შესახებაც გაკეთდა ამ ანგარიში მოწოდებები და მე მაინც ადამიანის უფლებების დარღვევაზე გავაკეთებ თქვენის ნებართვით აქცენტს, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი მოწოდება, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიმართ კეთდება და რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, არის მიმართონ ჰააგის ტრიბუნალს იგივე ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. აი რა შანსია იმის და რამდენად მაღალი შეიძლება იყოს ალბათობა, რომ აი ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებები ჰააგის სასამართლოში გახდეს სამართლებრივი შეფასების საგანი და აი სწორედ იქ ჰააგაში ასე ვთქვათ გაიჟღეროს ბიძინა ივანიშვილის თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერების სახელებმა და გვარი. ჩვენ მოცემულ მომენტში შეგვიძლია ორი ტიპის ვარაუდი გამოვთქვათ.
ვინაიდან ახლა საერთაშორისო პოზიციების კონსოლიდაცია მომხდარია კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე ომი მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს, დასავლეთში ასეთი მაღალი ტრიბუნალით და მაღალი რეგისტრით მოიცალეს საქართველოსთვის, რომ იმსჯერლონ საქართველოში მიმდინარე დარღვევებს. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ საქართველო ევროპის გეოსტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია და სწორედ ამიტომ მას ეთმობა ასეთი დიდი მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ მაღალი ალბათობით ისინი დამატებით რეაგირებას მოახდენენ. ეხლა ეს რეაგირება ამ ეტაპისთვის შეიძლება ჩვენ მივიღოთ როგორც რომ ისინი აძლიერებენ ოცნებაზე ზეწოლას იმისთვის რომ ოცნება წაიყვანონ თუ ოცნება დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან და გადაადგმევინონ ისეთი დათმობითი ნაბიჯები, რომელსაც ის აქამდე არ გეგმავდა და არ განიხილავდა, რომ დათმობდა, მაგრამ აი ამ კონტექსტმა შეცვალა მათი პოზიციები და შესაბამისად მათი ბერკეტები, როდესაც დასავლეთთან ვაჭრობის ეტაპზე გადავა და მეორე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დანაშაულებები იმდენად მძიმეა დასავლეთისთვის, რომ ისინი მიუხედავად ყველაფრისა არ დააცლიან ოცნებას აი ამ რეაგირების თუ პოზიციონირების რეჟიმში ყოფნას და მიიღებენ შესაბამის ზომებს. ჩვენ ეს ამ ეტაპზე არ ვიცით. აქ პოლიტიკური ამოცანა შესაძლოა ორი იყოს. პირველი და პროგრამა მინიმუმი, რომ ოცნებაზე განხორციელდეს სათანადო ზეწოლა იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას ეს არ უნდა საქართველოს მეტნაკლებად დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს, რომ მოლაპარაკების რესურსი კვლავ გაჩნდეს და მეორე ვარიანტია, რომ მათ დამოუკიდებლად გადადგან ნაბიჯები და მიიღონ დამოუკიდებელი ზომები. ამ შემთხვევაში რეკომენდაციები მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს და ახლა უკვე წევრი სახელმწიფოების ინდივიდუალური გადასაწყვეტია, ვინ რა მასშტაბით და რა ზომით ჩაერთვება. თუ პირობითად ესპანეთმა როგორც პინოჩეტის შემთხვევაში გადაწყვიტა, რომ აქ ისეთ უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ მათ უნდა გამოძიება წამოიწყონ, მაშინ ამას წინ ვეღარაფერი ვეღარ აღუდგება. კეითი ქავტონინო მართლაც არაერთი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს ეოთო ქართულ ოცნებას, თუმცა ერთ-ერთია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლება და ერთი კითხვა აქცენტირებულად პატიმრებზეც მინდა დავსვა, მით უფრო რომ იგივე გადაწყვეტილების მიღების მოწოდება ამ დღეებში ისმოდა ევროპარლამენტისგანაც, სადაც გუშინ სწორედ პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებთან მიმართებაში ახალი რეზოლუცია მიიღეს. აი რისი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს უკვე ადამიანებზე, რომელთა საქმეები, ასე ვთქვათ, ეს არის ატარებს პოლიტიკურ ელფერს და აქვე, აი პატიმრების გათავისუფლებისკენ ოცნებას წელიწად ნახევარია მოუწოდებენ, თუმცა აი რიგი ანალიტიკოსის აზრით, მმართველი პარტია ახლა შეიძლება წავიდეს და დათანხმდეს ამაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მის ინტერესებში შედის და სურს ურთიერთობების დალაგება როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან და თქვენც ახსენეთ დასავლეთთან გარკვეული სავაჭრო თემა, ხო? არ ვიცი, შესაბამისად ამ ყველაფერ ამ კონტექსტში და ამის გათვალისწინებით ამ საკითხს როგორ უყურებთ, რამდენად იტყობა ქართულ ოცნებას, რომ რაღაც ახალს შეიძლება აპირებდეს, როცა საქმე ეხება პროტესტის ფარგლებში დაკავებულ პირებს. ეს ჩანაწერი პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება ორი თვალსაზრისით არის საყურადღებო. პირველი ის, რომ ისინი ფაქტად აღწერენ, რომ პოლიტპატიმრები არსებობს, ანუ ეჭვებს არ გამოთქვავენ, ვარაუდებს არ გამოთქვავენ, კითხვებს არ სვავენ, არამედ ფაქტად აღიარებენ. და რაც კიდევ უფრო საყურადღებოა, არის ჩანაწერი უპირობო, რაც გულისხმობს რას, რომ ოცნებას პოლიტპატიმრები თუ იმთავითვე იმისთვის ყავდა, რომ შემდგომ სავაჭრო ბერკეტები ქონოდა ხელთ, ამ რეზოლუციით მათ უთხრეს, რომ პოლიტპატიმრები მძევლებად არ გამოდგებიან. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას არ შეიძლება ყავდეს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები არ უნდა არსებობდეს თუ საერთოდ რეჟიმს უნდა რომ რესურსი ქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაშლის. ანუ უპირობო გათავისუფლება გულისხმობს, რომ ჩვენ თქვენს წინა პირობებს არ მივიღებთ, ვიდრე არ შესრულდება ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ და სრულად. ეს არის
თვისებრივად განსხვავებული ჩანაწერი, ვიდრე აქამდე არსებობდა. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა იდგა დღის წესრიგში და ამას ოცნება უყურებდა, როგორც მის შესაძლებლობას, გაწელოს დრო და ეს გამოიყენოს მისთვის ხელსაყრელ მომენტში სავაჭროდ. დასავლეთმა ახლა უთხრა, რომ ეს თემა ვერ იქნება ვაჭრობის საგანი. ეს თემა უნდა მოიხსნეს საიმისოდ, რომ ჩვენ საერთოდ დიალოგში შევიდეთ ერთმანეთთან. ეხლა დიალოგში შესვლის საჭიროება რატომ გამოიკვეთა? იმიტომ რომ როგორც თქვით, თუ აქამდე მათ ფუფუნება ჰქონდათ, რომ ყველა პოლიტიკური დეკლარაციისთვის რაღაცნაირად ყური არ ეგდოთ და ზერელეთ შეეფასებინათ, თუ ზედაპირულად შეეფასებინათ, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა შესაძლოა მოსკოვის მექანიზმი ამუშავდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მათი მთავარი პროპაგანდისტული არხები უკვე იქნა დასანქცირებული ბრიტანეთის მიერ. სწორედ იმიტომ, რომ ოცნება შესაძლოა ისეთ დანაშაულებებში აღმოჩნდეს ჩართული, რამაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები დაუყენოს მათ სისტემურ ფუნქციონირებას, მათი სავაჭრო ბერკეტები ახლა არის შესუსტებული. ამიტომ უნდათ მათ, რომ ახლა რაღაც ტიპის დიალოგი წამოიწყონ ვაშინგტონსა და ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში და ამიტომ არის, რომ მათ ახლა შესაძლოა აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით იმაზე სწრაფად მოუწიოთ ისეთ დათმობებზე წასვლა, როგორზეც თვითონ არ იყვნენ მზად და არ აპირებდნენ აქამდე არ განიხილავდნენ ამ ტიპის დათმობებს. აი ამ დიალოგის განახლების ალბათობაზე საუბრის კონტექსტში მოდით ერთ კითხვას ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაზეც დაგისვამთ, რაც ამ დღეებში შეფასების საგანია. ფაშინიანის განცხადება იმის თაობაზე, რომ აი საქართველოზე გადის სომხეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. თბილისში ბევრს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ერთგვარად სომხეთის პრემიერმა ბრიუსელში ის გზავნილი ჩაიტანა, რაც მას თბილისიდან გაატანეს ქართული ოცნების წარმომადგენლობა. რამდენად შეიძლება ეს იყოს ასე? ანუ რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართულმა ოცნებამ დასავლეთთან ურთიერთობების დავაგებაში დახმარება და ერთგვარად შუამავლობა სწორედ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთს სთხოვა. მე ამ შეხვედრებს არ ვესწრებოდი, ამიტომ რთული სათქმელია, რამდენად ეს მედიაციის ფუნქცია იყო ამ შემთხვევაში. მე უფრო ვიტყოდი, რომ ფაშინიანის განცხადებები არის ძალიან პირდაპირ კონტექსტში მის პოლიტიკურ ამოცანებთან და მიზნებთან დღეს. სომხეთის ევროკავშირისკენ გზა პირდაპირ მნიშვნელობით გადის საქართველოს. საქართველოს გარეშე სომხეთი უხეშად რომ ვთქვათ, ან მისი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები არის ჩიხში. იმიტომ რომ უახლოვეს მომავალში საქართველოს გვერდის ავლით ეს ურთიერთობები ვერ წაიწევს ეფექტურად წინ. და როგორ არა მიმდინარეობს ტრიპზე საუბარი, სადაც საქართველო ამოგდებულია ამ გეოგრაფიული კონტექსტიდან, სადაც ალტერნატიულ ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, მაგრამ დღეის მდგომარეობით და უახლოვესი ბევრი წელი საქართველოს იგნორირება ვერ მოხდება. სწორედ ამიტომ არის, რატომაც დასავლეთი საქართველოსაც ებღაუჭება მათ შორის. ჩემი შეფასება და ჩემი შეგრძნება იყო, რომ პაშინიანმა ბრიუსელში გააჟღერა ის, რაც აქაც გააჟღერა, როდესაც აქ ვიზიტი იმყოფებოდა და ბრიფინგზე ისაუბრა იმაზე, რომ ახლა დროა ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკა ვაწარმოოთ, ან რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა ვაწარმოოთ, იმიტომ რომ სხვა დრო ამისთვის აღარ იარსებებს და რომ საქართველოს ასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახლა სომხეთის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამიტომ შესაძლოა აქედანაც გამოითქვა სურვილი, რომ იქნებ შენ შეგვაწიო ხმა, რომ ცოტა მობიერად მოვექცენო, მაგრამ ფაქტია, რომ პაშინიანის სტრატეგიულ ნიშნულობის საკითხია, რომ საქართველოსთან ახლა მოხდეს რაღაც ტიპის ურთიერთობები იმისთვის, რომ სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე არ შეექმნას პრობლემა. ხათენინო დღეს პარასკევი ამ დღეს ერთგვარად ვაჯამებთ ხოლმე კვირის მთავარ თემებს, ამიტომ კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს მინდა შევეხოთ, რაზეც სწორედ ამ კვირაში ვსაუბრობდით სტუმრებთან ერთად და ამჯერად გლობალური პოლიტიკური რაღაც პერიპეტიების კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საფრთხეები, ირანში საომარი მოქმედებები მოგეხსენებათ გრძელდება, ისე როგორც დაძაბული რჩება ვითარება მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კი მოხშირდა განცხადებები, რომ ესეთი სერიოზული საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს საქართველოს. ამ მოსალოდნელ რისკებს კი ჩვენი მთავრობა სათანადოდ მომზადებული ვერ ხვდება. ამ საკითხს თქვენ როგორ უყურებთ ახლა უკვე ამაზე გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, ჯერ ერთი რა საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით და მეორე მხრივ რას უნდა აკეთებდეს ახლა საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ თუ კი მართლაც არსებობს რისკები, ამ რისკებს არა ვარ სამხედრო ექსპერტი და გამიჭირდება
უშუალო საფრთხეების რა ვიცი არსებობის დადგენა ან შეფასება, თუმცა დღეის მდგომარეობით ზედაპირული ინფორმაციით, ღია წყაროებზე დაყრდნობით ამ საფრთხეების რისკი არ არსებობს, იმიტომ რომ იქ საომარი თუ სამხედრო მოქმედებები ხორციელდება ძალიან კონკრეტული დანიშნულებით და ძალიან კონკრეტული მიზანშეწონილობით, რომელიც ამ წუთას საქართველოსთან არ იკვეთება. არც ერთი მხრიდან, არც ერთი მონაწილე სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში გულისხმობ ისრაელს, ირანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ ამის საფრთხე ჩემი დილეტანტური შეფასებით გაზვიადებული მგონია. ნებისმიერი ტიპის საფრთხის შემთხვევაში და ჩვენ რაღა ირანში მივდივართ, საფრთხე გვიდგას, აგერ ჩვენ ჩრდილოეთი მეზობლისგან ბევრი წელია ოკუპირებული გვაქვს ტერიტორიები, სამხედრო ბაზები არის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული, საქართველოსთან 20 კილომეტრში მოშორებით, ან საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. ამ საქართველოს სისტემა პოლიტიკური, არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრისით არანაირად ფორმაში არ არის, რომ რაიმე ტიპის სამხედრო გამოწვევას უპასუხოს დღეს. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც კი შეიძლება საქართველოსკენ მოედინებოდეს, ჩვენ არ გვაქვს სათანადო სადაზვერვო სამსახურები, რომელსაც ამის პრევენციული ინფორმაციის შეგროვება შეუძლია. ჩვენ არ გვყავს სპეცსამსახურები, რომელსაც ამაზე სათანადო რეაგირების მოხდენა შეუძლია. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ორგანოები, რომლებიც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარიანები არიან და არც კომპეტენციის თვალსაზრისით და არც უფლებამოსილების თვალსაზრისით და ჩვენ გვყავს ჯარი, რომელიც მიზან მიმართულად გამოიშიგნა ბოლო 14 წლის განმავლობაში ისე, რომ მას თავდაცვის უნარიანობა აღარ ჰქონდეს. ამიტომ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს საფრთხე, საქართველოს ამისთვის დღეს მზად არ არის. სუსში დაწყებულ გამოძიებაზეც ჩაგეკითხებით და ამით დაგემშვიდობებით ირანიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საჯარო განცხადებების გამოიცით, რომ არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ანალიტიკოსმა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამოყო თავი ყველა შესაბამისი განცხადების ავტორი სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს, მათ შორის გუშინ გამოიკითხა მაგალითად გივით არგამაძე. ირანში საომარი მოქმედებების ფონზე სუსში გამოძიება არის დაწყებული. მაყურებლებს რომ გავახსენოთ, სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მთელ საქმიანობაში დახმარებას. აი რას გეუბნებათ ეს მუხლი და რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს აი სუს მიმდინარე გამოძიებით. ჩემი ვარაუდია, რომ მოცემულ ვითარებაში და მოცემულ გეოპოლიტიკურ სურათში ძალიან მძიმე დარტყმა მიიღეს მათ იმით, რომ ამერიკამ ახლა ირანთან ასეთი ღია დაპირისპირება გააჩაღა, მაშინ როდესაც ისინი ბოლო პერიოდის განმავლობაში გამიზნულად სტრატეგიულ ურთიერთობებს ამყარებდნენ ირანთან. აქამდე სხვა ტიპის საფრთხეებს ვერ ხედავდნენ, იმიტომ რომ მოკავშირეები წყნარად იყვნენ და მათ შეედან მხოლოდ განცხადებები შემოიფარგლებოდნენ. ახლა მათ პირდაპირ მათ შორის მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებში პირდაპირ არის მითითებული და არა მხოლოდ იქ, არამედ მათ შორის რამდენადაც საჯარო ინფორმაციით იკვეთება ოცნების წარმომადგენლებთან უშუალო დიალოგის ფარგლებში ძალიან მკაცრად განემარტათ მათ, რომ ირანთან ურთიერთობებს ფუნდამენტურად უნდა გადახედოს საქართველოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ თუ მას რაიმე мотиваცია გააჩნია, რომ დასავლეთთან კომუნიკაცია შედგეს. ამ გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, მძიმე დარტყმა მიიღეს ირანი რუსეთის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ ომში და დასავლეთის წინააღმდეგ ომში და ახლა უბრალოდ სავარაუდოდ ინდივიდუალურ საფრთხეს და გამოწვევად აღიქვავენ ამას და უნდათ რომ ამ თემაზე საუბარი არ მიდიოდეს და აკეთებენ იმ მეთოდით, როგორც აკეთებენ ყველაფერ დანარჩენს. ისინი ან იღებენ ახალ რეპრესიულ კანონებს, ან ამოქმედებენ ისეთ მუხლებს, რომლითაც უბრალოდ გააჩუმებენ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არავინ არ ილაპარაკოს პრობლემას. მადლობა ქავტონინოს თქვენისთვის აქტუალურ საკითხებზე თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. ნინო კალანდაძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, ასე რომ დაგვრჩით. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, პოლიტიკოსი საბა ბუაძე გვერდდება. გამარჯობა საბა და მადლობა რომ გვესწრებთ. მოგესალმებით ლელა, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და მადლობა
მოწვევისთვის. საბაი დავიწყოთ მთავარ თემების შეფასება და პირველ რიგში შეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხზე მომზადებული დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია და უკვე გუშინ საღამოსვე მას მოჰყვა EUTOS 24 წევრი ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ სრულად შეასრულონ მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები, თუმცა უკვე ვნახეთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას პრეტენზიები თავად აქვს EUTOS-თან, ამბობს, რომ ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რის გამოც მისი სანდოობა დგება ეჭქვეშ. აი შეაფასეთ ყველაფერი ერთად, ის რაც EUTOS ექსპერტების მიერ დაიწერა და ისიც რა პასუხიც მას თბილისში დაახვედრეს. აი მძიმე დასკვნა დაიდო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტის და გავლენის მქონე საგამოძიებო მექანიზმის მხრიდან. ეს რამდენად ნიშნავს იმას, რომ ამ ანგარიშის პროცესების კონკრეტული განვითარება აუცილებლად მოხდება. ლელა, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ EUTO არის ის ერთ-ერთი უკანასკნელი პოლიტიკური ტრიბუნა, სადაც ქართული ოცნება ჯერ კიდევ აგრძელებს თავის საქმიანობას და პოლიტიკურ მონაწილეობას. ჩვენ ხედავთ, რომ ევროპარლამენტში ქართული ოცნება ფაქტიურად აღარ არის წარმოდგენილი, აღარ ურთიერთობს ევროპარლამენტთან. იგივე შეიძლება ითქვას ევროსაბჭოზე და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, იგივე პასეზე. დარჩა მხოლოდ EUTO როგორც პოლიტიკური ტრიბუნა ევროპისთვის და ამ თვალსაზრისით მოსკოვის მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ორი განზომილება აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი. და მოსკოვის მექანიზმი არ არის პოლიტიკური მექანიზმი, ეს არის ფაქტების დამდგენი მისია, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სპეციალური მოკვლევა ჩატარდა, ვიზიტი განხორციელდა, რომელმაც ახლა უკვე დაადასტურა როგორც შემდგარი ფაქტი, ის საკითხები და ის დარღვევები, რაზეც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით. კი შეიძლება ქართული ოცნება აქაც ამბობდეს თეთრზე შავს, მაგრამ მოსკოვის მექანიზმმა დაადასტურა ის უმძიმესი ფონი ადამიანის უფლებების კუთხით, რომელიც არსებობს საქართველოში, რომელიც მოიცავს როგორც ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას ქუჩაში, აი იმ სისასტიკეს და საზარელ კადრებს, რომელსაც მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ხედავდა გასულ წელს დეკემბერში და ნოემბერში, როდესაც კობახიძის ბრიფინგის შემდეგ ნახეთ ჩვენ რაც მოხდა ფაქტიურად და რა პროცესებიც განვითარდა ქვეყანაში, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის მიერ და EUTOS მიერ იქნა აღიარებული მთელი ის დარღვევები, რომელზეც საუბარი მიდიოდა. ამას აღიარებაც არ ჭირდება, ეს მთელმა მსოფლიომ ნახა პირდაპირ ეთერში, როგორ უსწორდებოდნენ ადამიანებს ქუჩაში, როგორ ცემდნენ სასტიკად ჟურნალისტებს თავის საქმიანობის განხორციელების დროს, როგორ მოათრევდნენ პოლიციელები და პოლიციელებსაც ვერ უწოდებ ნიღბიანი ვიღაც პირუტყვევი ქალებს და როგორ ახტებოდნენ ადამიანებს თავზე, გვახსოვს დასისხლიანებული მოქალაქეები, ნაცემი პოლიტიკოსები და ეს მხოლოდ იმ კონკრეტულ ეპიზოდს ეხება. ამის შემდეგ განვითარდა პროცესები, სადაც კანონების საშუალებით, კანონებსაც ვერ უწოდებ, საკანონმდებლო ინსტრუმენტების საშუალებით ქართული ოცნება ცდილობდა ადამიანის ყველაზე ფუნდამენტური და ძირითადი უფლებების შეზღუდვას, ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ვნახეთ, რომ მთელი კასკადი იქნა კანონმდებლობის მიღებული, რომელსაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი მაქსიმალურად შეზღუდულიყო. ნახეთ ამავდროულად პოლიტიკურ ნაწილში პოლიტიკურ უფლებებზე როგორ გაილაშქრა ქართულმა ოცნებამ, როცა ემიგრანტებს წაართვა ხმის მიცემის უფლება, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დაანონსა, როცა პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრა, როდესაც სინდისის პატიმრებისთან დაკავშირებით არ გამოიჩინა არანაირი კეთილგონიერება მიუხედავად არაერთი მოწოდებისა და ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ და მოსკოვის მექანიზმი არ ჭირდებოდა ამ ყველაფერს თავად ქართულ ოცნებას რამე რომ გაეკეთებინა, თავად ქართულ ოცნებას რომ გაეცნობიერებინა, რომ აქედან უკან დახევის გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ნების აღსრულება და ქართველი ხალხის ნების საპასუხოდ უკან დახევა.
ეს მოეთხოვებოდა ქართულ ოცნებას. ოცნების რეაქციაზეც რომ ვისაუბროთ, არიზიარებს დასკვნაში გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს და როგორც უკვე აღნიშნე, იქეთ აქვს პრეტენზიები ეუთოს ექსპერტებთან და აქვე კიდევ ერთი კითხვა. რაზე აქვს უკაცრავად? მე მაინტერესებს, მე მინდა ქართულ ოცნებას ვკითხო. ისიერი გამოხმაურება ქონდა თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა შორის ერთი კი არა, ორი განცხადება გაავრცელა გუშინ უწყებამ, ამიტომ აქაც შეიძლება ალბათ დაისვას კითხვა, ასეთი სწრაფი რეაგირება რას შეიძლება და ხომ არ შეიძლება რამეს ნიშნავდეს, იმიტომ რომ ასეთი ოპერატიული გამოხმაურება როგორც წესი არ ახლდა აქამდე ყოველ შემთხვევაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ სხვა საერთაშორისო ანგარიშებს და სხვა შორის უნდა ვთქვათ ისიც რომ აი ამ ყისიერმა რეაგირებამ თუ რეაქციამ რაც ვნახეთ საგარეო უწყების მხრიდან ბევრს დაუტოვა შთაბეჭდილება რომ ქართულ ოცნებას უნდა ადარდებდეს რეკომენდაციების განსაკუთრებით ის ნაწილი სადაც საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების ესე ვთქვათ შესახებ არის საუბარი. აი თქვენი აზრით რა უნდა ხდებოდეს ახლა ქართულ ოცნებაში? გუშინ თქვა ჩემმა ერთ-ერთმა სტუმარმა რომ ხელისუფლებაში ზოგიერთ შეიძლება გულის წვეთები დასჭირდეს. აი როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერზე მართო გუნდში რამდენად ღელავი? მე არ ვიცი ქართულ ოცნებაში ვის რა ფსიქოემოციური მდგომარეობა აქვს და ნამდვილად არ მაინტერესებს, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა რომ მოსკოვის მექანიზმის მიერ და ეუთოს მიერ გაკეთებული ბოლო შეფასება და დასკვნა არის ერთი რამის უტყუარი აღიარება, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე ეს კრიზისი ვერ განიმუხტება. ქართულ ოცნებას მოუწევს თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი და მისი დათრგუნვის მცდელობით ეს კრიზისი ვერსად ვერ წავა და პირიქით უფრო მეტად გაღრმავდება. საერთაშორისო იზოლაცია და საერთაშორისო ველზე არსებული მდგომარეობა პირდაპირ არის მიბმული საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე და მდგომარეობაზე და ვერ მოხდება საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა ქართველი ხალხის ნების აღსრულების გარეშე და ქართველი ხალხის ნება იცით რაში მდგომარეობს რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის მეშვეობით წყდებოდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური განსხვავებების საკითხი და არა ადამიანების და პოლიტიკური პროცესის და განსხვავებული აზრის განადგურების გზით. ეს აღიარა გუშინ სწორედ ეუთომ მოსკოვის მექანიზმის შედეგად გაკეთებული დასკვნით. ეს კრიზისი ვერსად ვერ წავა, ვერ გაილევა, ვერ გაქრება. როგორც არ უნდა უნდოდეს ქართული ოცნება, როგორც არ უნდა აფასებდეს, როგორც არ უნდა ცდილობდეს მათ შორის მათი პროპაგანდა, მარგინალიზება სამწინააღმდეგობის და იმის თქმას, რომ ქუჩაში 3 კაცი დგას და 5 კაცი დგას და 10 კაცი დგას, ამის ლაპარაკი ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. ფაქტია, რომ წინააღმდეგობა არსებობს, ფაქტია, რომ მიუღებლობა არსებობს ქართული ოცნების, მიუხედავად იმისა, როგორი ვითარება შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ მომენტში ქუჩაში, კრიზისი არსებობს. კრიზისის გადაჭრის გზა გადის ქართული ხალხის ნების აღსრულებაზე და მათ შორის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის გზაც გადის ქართული ხალხის ნების აღსრულებაზე. და თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, მეორე მხარეს არის ძალიან ცხადი და ძალიან მძიმე პერსპექტივა მათთვის და სამწუხაროდ ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლო ძალა მართავს დღეს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ უყურებს მათი ლეგიტიმაციის საკითხს, ფაქტობრივად ეს ხალხი არის დღეს ხელისუფლებაში და ეს ხალხი ძალიან მძიმე გზაზე ატარებს ამ ქვეყანას და შემდეგი ეტაპი იცით რა შეიძლება იყოს? ხო, აი ამაზე ვისაუბროთ საბა, აქ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, მას შემდეგ რაც ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა, არის რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება იმის შესრულება, რასაც ეუთოს ექსპერტები ითხოვენ და რაც აი ამ ანგარიში ჩაიწერა და აქვე რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს ანგარიში ქაღალდზე დოკუმენტში გაკეთებული მოწოდებები არის სარეკომენდაციო ხასიათის და არა სავალდებულო შესასრულებელი. ხო, ეს გარემოება ცვლის თუ არა ბევრ რამეს, ეს გარემოება შეიძლება თუ არა ნიშნავდეს იმას, რომ შესაძლოა საერთაშორისო ველზე არ ქონდეს დოკუმენტის ისეთი რეაგირება, რისი მოლოდინიც თბილისში იქმნება. არა, ნახეთ, როგორიც არ უნდა იყოს საერთაშორისო კლიმატი, საერთაშორისო განწყობა და ქართული ოცნების მიმართ ჩვენი პარტნიორების და მეგობრების დამოკიდებულება, ხელისუფლების ცვლილების ბედი წყდება აქ საქართველოში. და ქართველი ხალხის მიერ
ქართველი ხალხის ხელში არის მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების საკითხის გადაწყვეტა და ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ქართველი ხალხის ძალისხმევის აღიარება და აღიარება ჩვენი მოთხოვნების ლეგიტიმურობისა. სხვას ჩვენი პარტნიორები ვერაფერს ვერ გააკეთებენ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანს. წნეხი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, იზოლაცია გაიზრდება, სანქციების საკითხი უფრო მეტად გაღრმავდება, სხვადასხვა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმები დღის წესრიგში კიდევ უფრო მწვავედ დაისმება, მაგრამ ვერაფერი ეს ვერ მოახდენს იმ გადამწყვეტ გავლენას ხელისუფლების ცვლილებაზე ქართველი ხალხის აქტიურობის და ქართველი ხალხის მიერ ძალიან მკაფიო მოქმედების გარეშე. ეს ყველაფერი არის დამხმარე მხარდამჭერი პროცესები, რომელიც აღიარებს ჩვენი მოთხოვნის ლეგიტიმურობას და ჩვენი ბრძოლის სამართლიანობას. და ნახეთ ერთ რაღაცას დავამატებ. ქართულ ოცნებას თუ აქვს პრეტენზია იმ ყველაფერთან მიმართებაში, რაც იქნა გამოთქმული, მათ შეეძლოთ თავად ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში გამოეძიებინათ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ის პირუტყვები, რომლებმაც თინეიჯერები და ამ ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდობა ქუჩაში უმოწყალოდ ცემა, ვინც გაუსწორდა ჟურნალისტებს, ვინც სისხლიანი დღეები მოუწყო ამ ქვეყანას. მე მაინტერესებს, მათ მინდა ვკითხო ქართულ ოცნებას. დღეს რომ გამოდიან და ხელმოღერებულები პრეტენზიებს რო უცხადებენ ეუთოს აი ამ ფაქტების დამდგენ მისიას, მათ თვითონ რა გააკეთეს ამ ფაქტების გამოკვლევისათვის და დამნაშავეების დასჯისათვის. თუ თავადაც აღიარებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ საქმე გქონდა დანაშაულთან და ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევებთან, მაშინ, როდესაც ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რა მოხდა ამ შემთხვევაში, ვინ დაისაჯა? ჩვენ ნახეთ მათ როგორ დასაჯეს ადამიანები ტროტუარზე დგომისათვის, როგორ დასაჯეს ადამიანები Facebook-ზე დაწერილი პოსტებისათვის და ჯიბიდან ათასობით ლარი როგორ მოპარეს ხალხს. და რა გააკეთეს იმისათვის, რომ დაესაჯათ ის ადამიანები და ის ბოროტ მოქმედები, რომლებმაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე. დაგვრჩა ბევრი დრო, ამიტომ მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზეც, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი კრიზისიდან და ხომ არ დადგა დრო ქართული ოცნება და ოპოზიციური სპექტრი დაუბრუნდეს დიალოგის მაგიდას, მეტ უფრო რომ პოლიტიკური დიალოგის მოწოდებისკენ კეთდება მოწოდება დასავლელი პარტნიორების მხრიდან და იცით რომ მიმდინარე კვირას თბილისის უთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სტუმრობდა, რომლის შეფასებითაც პოლიტიკური დიალოგის არარსებობა არის სწორედ სერიოზული დაბრკოლება სტაბილურობის და ქვეყნის პრობლემების გადაჭრის გზაზე. აი რა გამოვა ამ ამბიდან, როგორ ფიქრობთ, როცა საქმე ეხება ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის დიალოგის პერსპექტივას, ხედავთ თუ არა ამის შანსს და რესურსს დღევანდელ ოცნებასა და დღევანდელ ოპოზიციას შორის და თუ კი ასეთი შანსი ჯერ კიდევ დარჩენილია, რა გგონიათ ის კონკრეტული საკითხები, რის თაობაზეც მხარეები მაგიდის გარშემო უნდა დასხდნენ? ლელა, მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ ჩვენ არ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე და ძალიან ახლოს ვართ ამ ყველაფერთან და რა თქმა უნდა ეს პროცესები არის პირველ რიგში იმის წახალისებული, ვინც არის ხელისუფლებაში, ვინც გარკვეულწილად უფრო მეტად ქმნის პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში, მისი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ასეთ ტოქსიკურ მოცემულობად ჩამოყალიბდა ქართული საჯარო სივრცე და პოლიტიკური სივრცე, სადაც საზოგადოება მიიყვანეს, დაანაწევრეს და მიიყვანეს ძალიან სერიოზული დაპირისპირების ზღვარზე. აქ რომ არ მივიდეს ეს ქვეყანა, ქართულმა ოცნებამ უნდა გაიზიაროს თუ გაიაზროს ერთი რამ, რომ მათ უნდა აღიარონ ამ კრიზისის არსებობა, უნდა აღიარონ, რომ ამ კრიზისის გადაჭრის გზა გადის უკან დახევაზე, დეესკალაციაზე და რასაკვირველია, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც ტიპის დიალოგზე, ქართული ოცნება არ უნდა გამოდიოდეს და არანაირ წინაპირობებს არ უნდა აყენებდეს ამ დიალოგთან მიმართებაში და ყველამ უნდა ვთქვათ, რომ იმისათვის, რომ შედგეს დიალოგი, არც ერთი მხრიდან არ უნდა მოხდეს რაღაც ტიპის პირობების დაყენება წინასწარ. რასაკვირველია, არსებობს მორალური კატეგორიები და მორალური პირობები, როგორიც არის საპატიმროში მყოფი ადამიანები, სინდისის პატიმრები, პატიმარი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართულ ოცნებას ყავს გამოკეტილი სწორედ და მხოლოდ მათი პოლიტიკური პოზიციის გამო და ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ თუ შედგება ნებისმიერი პროცესი, ეს პროცესი პირველ რიგში უნდა გადიოდეს იმაზე, რომ ეს მძიმე ფონი
არ გქონდეს და საპატიმროში მყოფი ადამიანების ფონზე არ მიდიოდეს საუბარი. ეს იქნება მათი მხრიდან საუკეთესო გამოხატულება თუ ნიშანი იმისა, რომ ისინი მზად არიან რაღაც ტიპის დიალოგზე და საუბარზე. და შემდეგ ნახოთ პროცესი როგორ წავა, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ ადამიანების ბედით და თავისუფლებით გვევაჭროს ქართული ოცნება, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ხალხი არის პატიმრობაში, როდესაც ხალხი უკვე წელიწადზე მეტია და წელიწადნახევარია და ზოგი კიდევ უფრო დიდი ხანია მოწყვიტეს საკუთარ ოჯახებს და სრულიად აბსურდული ბრალდებებით არიან გამოკეტილები, რასაკვირველია ეს მოქმედებს ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. აგერ ოცნების პროპაგანდისტებისგანაც გვესმის, რომ თურმე რესტორანში ვეღარ დადიან და ნორმალურად ვერ ცხოვრობენ. ესეც არის მათი მხრიდან აღიარება, რომ მათაც არ უნდათ, ანუ ქართული ოცნების ამომრჩეველსაც არ უნდა ცხოვრების ასე გაგრძელება და პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა არის ქართულ ოცნებაზე, რომელიც უნდა მიხვდეს, რომ თუ მათ აქვთ სურვილი მოლაპარაკებების, ეს მოლაპარაკებები ვერ წარიმართება იმ ფონზე, როდესაც ხალხი არის ციხეში. ვახსენე რამდენიმე წუთის წინ და ასამბლეის პრეზიდენტიც სწორედ ხელისუფლების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ შესაბამისი განცხადება მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ. რა კომპრომისისთვის შეიძლება იყოს მზად თქვენი აზრით თვითონ ხელისუფლება მაშინ ამ კითხვასაც დაგისვათ. აი რა შეიძლება იყოს ის საკითხი თუ არა საკითხები, რაზეც ქართულმა ოცნებამ შეიძლება თქვას დიახ. ნახეთ, უკიდურესად დაპირისპირებული მხარეები ახერხებენ ხოლმე საომარ მდგომარეობაში ერთმანეთთან საუბარს. ბოლოს და ბოლოს გასული თვეების განმავლობაში ჩვენ ვადევნებდით თვალყურს იმას, რომ ისრაელი და ჰამასიც და ჰეზბოლაც კი ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ რასაკვირველია ამ ქვეყნის მოქალაქეებს გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ და არავინ არ უნდა ეცადოს ერთმანეთთან საუბრის დემონიზებას, მაგრამ ამ ყველაფერს გააჩნია თავისი კონტექსტი. ეს კონტექსტი მდგომარეობს იმაში, რომ ამისი ნიადაგი უნდა შეიქმნას. ამ ნიადაგის შექმნის პასუხისმგებლობა აქვს ქართულ ოცნებას, რომელმაც ამ ქვეყანაში შექმნა ეს კრიზისი. მე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ დანარჩენი ოპოზიციის სახელით, მაგრამ მე როგორც ერთი პოლიტიკოსი, რასაკვირველია, ხედავ იმის აუცილებლობას, რომ შედგეს ასეთი ტიპის საუბარი, დისკუსია ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაზე, ასეთი ტიპის მოლაპარაკება დაუძახოთ თუ გნებავთ, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმ ლოგიკის მიხედვით, რომელიც არსებობს და ეს ლოგიკა მოითხოვს ქართული ოცნების მხრიდან მძიმე, ძალიან მძიმე აი ამ კონტექსტის ცვლილებას, რაც გულისხმობს პატიმრების არსებობის ფონზე მოლაპარაკებების შესაძლებლობის ჩიხში შეყვანას. აი ხედავთ კონტურებს, რომ შესაძლოა ქართული ოცნება მზად იყოს ამ ადამიანებთან მიმართებაში, პროტესტის ფარგლებში დაპატიმრებულ პირებთან მიმართებაში მოძებნოს გამოსავალი და მოხდეს ის წავიდეს მოკლედ იმ გზით, რისკენაც მას წელიწადნახევარია პოლიტიკური სპექტრი მოუწევს. სამწუხაროდ მე ვერ ვატყობ ქართულ ოცნებას, რომ მათ აქვთ მზაობა, რომ გაუსწორონ თვალი ქართველი ხალხის ნებას, პირიქით ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გააკეთოს ყველაფერი ხელისუფლების შენარჩუნების ამოცანის მომსახურებისთვის და ამ ფონზე სამწუხაროდ რა თქმა უნდა ვერ ვხედავ ქართული ოცნების მხრიდან ვერანაირ მზაობას, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისკენ სწრაფვისა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ მე როგორც ერთ პოლიტიკოსს, ერთ მოქალაქეს ამ ქვეყნისას მაქვს იმისი მზაობა, რომ თუ არსებობს რაიმე რესურსი ამ მოლაპარაკების, თუ არსებობს რაიმე რესურსი, რომ ჩვენ გამოვიდეთ ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, მე მზად ვარ, რომ ყველანაირად ხელი შეუწყო ამ პროცესს, მზად ვარ მოусმინო ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ მხარეს, რომელსაც გააჩნია იგივე ტიპის განზრახვა, მაგრამ ამ განზრახვის რეალურობა რომ დავიჯეროთ, ამას ჭირდება შესაბამისი კონტექსტის შექმნა და ეს კონტექსტი ვერ შეიქმნება ამ ძალიან მძიმე ფონის განეიტრალების გარეშე. მადლობა საბას თუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის, საბა ბუაძეს ვემშვიდობებით, დღეს ნიუსრუმიც ამით დასრულებულია, დღეს პარასკევია შესაბამისად დასრულებულია ჩვენი სამუშაო კვირაც, ამიტომ ერთმანეთს ორშაბათიდან შევხვდებით. ნახვამდის.